ალბათ უადგილოა იმაზე ხაზის გასმა, რამდენად მძიმე და მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოებრიობისთვის. ეს უკვე არის ნამდვილად ზღვარი, რის იქითაც უბრალოდ აღარ არსებობს ნიშანჭყალიც კი სახელმწიფოებრიობის აღარ არსებობს უბრალოდ არანაირი გამოვლინება, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება სახელმწიფო მოხელე ზრუნავდეს საქართველოს მოქალაქეზე და არა ერთ დიდად რუსეთის მხრიდან მართულ ადამიანს. და ამის ილუსტრაცია იყო ამ მთელი წლების განმავლობაში, მაგრამ ყველაფერს აქვს ლიმიტი და ამ ლიმიტსაც ცდება კრემლის მიერ მართული. ეს ადრე ყურს ხდებოდა ბევრ საქართველოს, ბევრ საქართველოს მოქალაქეს. ჯეროდა არ ჯეროდა ვიღაცას 14-მდე არ ჯეროდა ვიღაცას 2016-მდე, 2020-მდე, მაგრამ დღეს ოდენა მაინც ობიექტურად განწყობილი მოქალაქე პროცესებისადმი დარწმუნებულია, რომ ეს ხელისუფლება აღარ არის 1%-იდაც კი სუვერენული. და რა პროცესია ეს? ეს არის პროცესი, სადაც ქართული ოცნების სახელმწიფო მოხელეთა დიდი ნაწილი უმტკიცებს ერთგულებას ბიძინა ივანიშვილს და დიახაც უნდა ითქვას, რომ მათ ეს ტესტი ჩააბარეს. მათ ჩააბარეს ერთგულების ტესტი ბიძინა ივანიშვილისადმი და ტესტი სახელმწიფოს ღალატისადმი. მე ასე ვხედავ და მჯერა, რომ უმრავლესობა ამ ქვეყანაში ასე ხედავს. ეხლა კი ჩვენ გვაქვს ტესტი ჩასაბარებელი. რას დავუპირისპირებთ ამ სიბოროტეს? მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის აი ამ ცდილობებს და мотивაციას ცივი წყალი გადაესხმევა. ეჭვი არ მეპარება. ბევრი განსხვავებული პოზიცია არის საზოგადოებრივ ჯგუფებში, ოპოზიციაში, იმ პარტიაში, რომელსაც მე წარმოვადგენ და ხშირ შემთხვევაში უფრო მკვეთრი განსხვავებულობები არის, ვიდრე შესაძლებელია სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, მაგრამ ეს საკითხები გაირჩევა უახლოეს მომავალში, მერე და არა ახლა, როდესაც წყდება ამ სახელმწიფოს ბედი, არც ბედი და არც ნაკლები. ეს მოღალატეობრივი ნაბიჯი, რომელიც გადააგვევია ივანიშვილმა აი ამ ადმინისტრაციულ ორგანოს, არათუ არ ჩამოუვარდება თავისი სიმძიმით, არამედ უფრო მძიმეა, ვიდრე რუსული კანონის მიღება. და ამით უნდა შეაგუოს საზოგადოება, ეცადოს შეაგუოს, რომ რაც არ უნდა ითქვას ჩვენი სახელმწიფოს ხომაგების მხრიდან, არაფერს აზრი არ აქვს. ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს მურუსიძემ, რომელიც თავის მხრივ არის მის თანამძღოლებთან ერთად დასანქცირებული. ერთი წამით წარმოიდგინეთ კონკრეტული რიგითი კალენდარული დღე, არჩევნების დღე, 8 საათი და აი ასეთივე უტიფარი სახით და რიტორიკით CSKO-ს თავმჯდომარე, როდესაც გამოვა და იტყვის, არ მაინტერესებს, რა თქვა საერთაშორისო სადამკვირვებლო საარჩევნო მისიებმა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის. ამ არჩევნებშიც, წლების განმავლობაში არ ძალადობა იყო, არც მოსყიდვა იყო, რეპეტიციას გადის ეს ხალხი. დიახაც. და ამიტომ ჩვენ მე ვფიქრობ, ძალიან უნდა მოვიკრიბოთ თემა საზოგადოებამ და ვიყოთ ამაყები მეორეს მხრივ. ამაყები, რომ ჩვენს არსებობას აქვს ეს ისტორიული დატვირთვა. ისევე როგორც მე სირიასაკში ვუყურებდი 1999 წლის მოვლენების მონაწილეებს და გრძნობდი, შეიძლება ბოლომდე გააზრებული არ მქონდა ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ ხელშესახებად გრძნობდი, რომ მაშინდელი ქართველები, მაშინდელი საქართველოს მოქალაქეები ისტორიას წერდნენ. და ეხლა ჩვენ ერთის მხრივ ისტორია არ უნდა გადავაწერიოთ რუსს და მეორეს მხრივ კვლავ ისტორია უნდა დავწეროთ და სახელმწიფოებრივი საფუძვლების გლეჯვა და ხლეჩვა არ უნდა დავანებოთ ბიძინა ივანიშვილს. მე ვფიქრობ, არც ერთ ბიძინა ივანიშვილს დაქვემდებარებულ პოლიციას არ უნდა ყოფნიდეს კადნიერება, იცავდეს ახლა ამ უკანონო უსამართლო და მოღალატეობრივ გადაწყვეტილებას. და ჩვენ აქაც უნდა ჩამოვყალიბდეთ, რამდენად მზად ვართ
აი ამ ისტორიული ბრძოლისთვის. რამდენად მზად ვართ არ დავანებოთ ეს სახელმწიფო ჩვენ შვილებს. ეს შანსი განგება მოგვცა, კარგი იქნებოდა ამ ყველაფრის პირისპირ არ დავდგარიყავით და ჩვენი წინა თაობების ბრძოლას ხომ თლიანად შედეგი გამოიღო. მათ ბრძოლამ ნაწილობრივი შედეგი გამოიღო, მაგრამ სამწუხაროდ არა დამაგვირგვინებელი. ბოლო აკორდი მე ვფიქრობ უახლოეს პერიოდში ჩვენ თანამედროვე საქართველოს მოქალაქეება უნდა ავიღოთ და აქ პარტიულ კუთვნილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მე ვფიქრობ ყველანი ამის დემონსტრირებას მოვახდეთ უახლოეს პირებში. არ შეიძლება ქვეყანაში შენ აი ასე უტიფრად ვულგარულად ხელისუფალი დაგცინოდეს და ჩვენ ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდეთ ცხოვრებას. არ შეიძლება ასობით მილიონ ლარს იპარავდეს მთელი კოჰორტა ჩინოვნიკების ბიძინა ივანიშვილის ნებადართულობით და ჩვენ ამას ვეგუებოდეთ. 1939-45 წლებში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა, ინგლისის მეფე იმასაც კი აკადრულობდა, რომ მის ხალხს დაენახა, რომ მისი ბუხრის საკვამურიდან ცეცხლი ამოდიოდა, ბოლი, კვამლი ამოდიოდა, იმიტომ რომ ის ისევე იყინებოდა, როგორც იყინებოდა მისი ხალხი. და დღეს ერთისხრივ ბიძინა ივანიშვილი ღიად გძარცვავს ჩვენ ყველაფერს თავი დავანებოთ და მე გვახარდებს და გვაჩვენებს, რომ აი ჩემები როგორ მოფრინავენ, რა მანქანები დადიან, მოდიან, რა სასახლეებს იშენებენ, რა ანგარიშები აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ ცოტა ღრმად საკმარისია ძვირფასო მაყურებლებს დავფიქრეთ. ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანაში, სახელმწიფოში ოთარ ფარცხალაძეებმა ჩვენ ღირსება არ უნდა ავყარონ და ვერც ავყრიან. იმიტომ რომ ღირსებაა დიახაც, როდესაც ჩვენ აგრძელებთ დიდი წინაპრების ბრძოლას და ამ ბრძოლაში დიდია პატარიანა ჩვენ ყველანი ვიქნებით. და მე ვფიქრობ, ეხლა ქაბატონი თურნავა მას რო ქონდეს ოდნავ პასუხისგებლობა მაინც აქ უნდა ბრძანდებოდეს და არ ეფარებოდეს აი ამ პოლიციელებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ გარდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა. მე იტყვიან ისიც რა პოლიტიკოსმა პოლიციელს კამათი მოუწყო, არ დაეთანხმა, კანონი დაარღვია. ღიად გითხრა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ყველა ადმინისტრაციული ორგანო შენია, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, რა კამათებსაც მინდა იმას გავაგორებ. თქვენ ხართ გარნირი ამ სახელმწიფოში, თქვენ ხართ წიწიბურა, შეეგუეთ ამ ფაქტს. რამდენად შევეგუებით და რამდენად დაუხლით თავს, ივანიშვილი უახლოეს პერიოდში ამას დაინახავს და დაინახავს, რომ ხალხის ნება არის უპირატესი და თავის დახრა აღარ იქნება შეცვენა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისადმი და თაობები ერთად ვიბრძოლებთ უახლოეს დღეებში. ყველა აქციაზე, ყველა ქალაქში, სადაც დაჭირდება ხალხო, წირი ნაყარია. რუსეთი საქართველოს და ცივილიზებული სამყარო. აქ შუალედური პოზიციის დაკავების სივრცე უბრალოდ აღარ არსებობს. არის პუტინის რუსეთი და არის საქართველოს ეროვნული ინტერესი და დასავლური ძიებულებები, რომელიც გვინდა რომ იყოს პრიმატი ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა და მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი, აქ არიან დეპუტატებს აქვს სურვილი, რომ ესაუბრო ქაბატონ თურნავას. მათ აქვს უფლება მოითხოვონ მასთან შესვლა, ის არ ჩამოდის. მე ვფიქრობ, ქაბატონი თურნავა არ უნდა ამბობდეს უარს. მე ვფიქრობ, რომ ბილად დათქვამია, მაგრამ ნახოთ რამდენად მზად არის იგი შევიდეს ინტერაქციაში აქციის მონაწილეებთან. ჯერ კიდევ სანამ დრო არის. ეს დადგენილება, როგორც ითქვა მამუკამ თქვა და მეგობრება, უნდა გაუხდეს. შეუძლებელია ცხოვრების გაგრძელება ისე, როგორც დღემდე ცხოვრობდით. აქამდე შეუძლებელი იყო, მაგრამ ეხლა ყველა ზღვას გადავიდა. დადგენილება სანამ ძალაშია, 7 წელი არც ჩვენ გვექნება და არც ამ ხელისუფლებას, რომელმაც მიიტაცა ყველაფერი, რისი მიტაცება შეიძლება. დიდი მადლობა.